საღამომშვიდობის ყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. შვეიცარიული ბანკის ჯულიუს ბაერის ქმედებები, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სარჩელს ამზადებენ, უკვე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ქართული ოცნებისთვის ადვოკატების მიერ დასახელებული გარემოებები დაასტურია, რომ შვეიცარიულ ბანკზე გავლენა Deep State-ს აქვს. აქცენტი კეთდება გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებზეც, რომელიც საქართველოს საგამოძიებო უწყებების ინტერესის საგანია, თუმცა შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტი ინფორმაციას ქართულ მხარეს არ აწვდის. ოპოზიცია ცხადებს, რომ ეს კერძო დავაა და ბანკის ქმედებები პოლიტიკასთან კავშირში არ არის. კი დადგა უდიდესი რეპუტაციული სიანის მიყენების საფრთხის ქვეშ მხოლოდ, იმიტომ რომ ვიღაცას სურს და ეს ვიღაცა უკვე ბევრჯერ გახმოვანდა, გნებავთ გლობალური ომის პარტია და ვარქვათ, გნებავთ Deep State ამერიკულ სტილში. დასჯა ან დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის და წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესი დგას ამის უკან, რომ სოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე შემოქმედება იყოს რამდენადაც ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, რომ მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ქართული ოცნების და საქართველოს წინააღმდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დააფინანსოს აქციები და როგორც ჩანს ის ერთ-ერთი მსხვილი დაფინანსებელი ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ რომ გარედან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი თანხობრივი მათ შორის არა მხოლოდ სხვა სახის რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცების თვითორგანიზებით რომ გონიათ თითქოს დადიან იქ. დასავლელი პარტნიორები, ვინც დემოკრატიის დასაცავად ყოველთვის იდგნენ და იდგებიან, აწესებენ სანქციებს და ივანიშვილს ჰქონდა შანსი, რომ ამ პრობლემებში არ გახვეულიყო, მაგრამ მან თავად აირჩია ეს გზა. ექნება მას პრობლემები და კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეექმნება მის ფინანსებს. არ შეიძლება საერთოდ პოლიტიკური შანტაჟი ეწოდოს ბანკის კონკრეტულ პოლიტიკას, რადგან ივანიშვილი არის სანქცირებული. გამოვრიცხავ იმას, რომ შვეიცარიული ბანკები რაიმე სახის უკანონობას სჩადიან. შესაძლებელია, რომ ჰქონდეს კონკრეტულ შვეიცარიულ ბანკს პრობლემა ივანიშვილთან, ხოლო სიმართლე რა და როგორი შეიძლება იყოს, შეიძლება გაირკვეს სასამართლოში. ვიცით, რომ ბანკი პრობლემები ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად 29 აპრილამდე, ვიდრე ის იმ განცხადებებს გააკეთებდა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ იგივე გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, ქვეყნის გარედან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, საარჩევნო კამპანიაში ჩარევასთან დაკავშირებით, სწორედ ამის მერე აირია ბანკის და მისი კლიენტის ურთიერთობა, თუმცა ეს იქნებოდა შეზღუდული კერძო კომპანიისა და კერძო პირის ურთიერთობებზე, რომ არა მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ამავე ბანკში ბაჩიაშვილის ანგარიშებს, რომელსაც როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი და სწორედ ამიტომაც ბანკი გარკვეული ძალების დავალებით ერთის მხრივ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მეორე მხრივ ეხმარება ბაჩიაშვილს სიმართლის დამალვაში. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ინფორმაციაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს ზაზა შათერეშვილი. ფილოსოფოსი წერს, რომ ჯულიუს ბაერი დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართული ოცნების დამფუძნებელს, თუმცა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო მას შემდეგ, რაც აპრილში ბიძინა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტიაზე საჯაროდ ისაუბრა. ზაზა შათერეშვილი წერს იმასაც, რომ ბანკი ხელსაფარებს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც ადვოკატირებას მიხეილ ხადარკოვსკის ინტერესების დამცველი უწევს. თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება. თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს. ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისთვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ, დადის აქციებზე გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბუნიკში, არის TV პირველის საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული. თავარი კი მაინც ის არის, რომ ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში. ეს ადამიანი დგას იმ ხალხის გვერდით, რომლებიც არჩეული მთავრობის არაკონსტიტუციური გზით ცვლილებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თუ არ ჩატარდა ახალი
არჩევნები ქვეყანას არ ეყოლება კანონიერი ხელისუფლება. არათუ მათ გვერდით დგას ის პირდაპირ მონაწილეობს ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ბაჩიაშვილს ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი. ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე მიხაილ ხოდარკოვსკის ადვოკატი იყო და ძირითადად ცნობილია იმით, რომ არა იურისპრუდენციის, არამედ გლობალურ ჯაშუშურ ქსელს ემსახურება და მისი ყველა კლიენტი სწორედ ამ ქსელის ანაწილია, ან დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად ეს ბედი უნდა გაიზიაროს. ამსტერდამი აქტიურად იყო ჩართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ პროცესებში. 2024 წლის 16 მაისს კი ასეთი რამ აქვს ნათქვამი: რუსული კანონი გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის. კაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამსტერდამმა აიძულა ბაჩიაშვილი პოლიტიკაში შემოსულიყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს არათუ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, არამედ ერთი განცხადებაც კი არ ჰქონდა გაკეთებული საკუთარი სისხლის სამართლის საქმეებზე. რობერტ ამსტერდამი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა, რამით ბაჩიაშვილი მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში. ზოგადად ეს ხელწერა, რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის кейსით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია Deep State საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში მათი დაქვემდებარებული ჯაშუში ბაჩიაშვილი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანი ხომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ხელისუფლების ხელში აღება და შემდეგ ჯაშუშების მეშვეობით მისი მართვა. კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელსაფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს და არ აწვდის სამართალდამცველებს მასზე ინფორმაციას. მარტივი მისახვედრია, რომ ბაჩიაშვილს ამ პროცესების წარმართველი ძალები ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ. პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე უკვე 3 საათია პროკურატურაში იმყოფება, უწყებამ დაადასტურა, რომ გიორგი გახარია გამოკითხვაზე. პოლიტიკოსი პროკურატურაში ბათუმის სასტუმროს შერატონში მოხდარი ინციდენტის გამო იმყოფება. 15 იანვარს მოხდარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ამ თემაზე დღეს პარტია საქართველოსთვის ოფისში ბრიფინგიც გაიმართა. განაცხადეს, რომ შერატონ ბათუმისაგან ვიდეო კადრების გადაცემას 15 იანვრიდან ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოეგოთ დრო და შეძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო. ორგანიზებულ თავდასხმაში მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ შეძლებს დამალვას დაპასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომელთაც პერსონალურად სათითაო თითოეულ მათგანს ვპირდებით, რომ ეს იქნება გარდაუვალი, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანი. პარალელურ რეჟიმში ჩვენი რესურსებით ვატარებთ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების. ქართულ ოცნებაში კი დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო. მამუკამ დინარაძემ განაცხადა, რომ დიმიტრი სამხარაძეს თავდაპირველად გახარიამ ჩაარტყა პლასმასის ჭიქას სახეში. კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს შერატონის შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვერი დაპირისპირების იურიდიულ კონტექსტს რაც შეეხება, ყველა ნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია. დანარჩენი უნდა დაადგინოს დეტალებში გამოძიება, მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ ფიზიკური თავდასხმა დაიწყო გიორგი გახარიამ. ეს ხალხი კი ცდილობს, რომ აღქმებით გადაფაროს ფაქტები, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ჯერ არის ფაქტი და შემდეგ არის შესაბამისი აქედან გამომდინარე აღქმა. ფაქტიდან თუ აღქმა არ გამომდინარეობს, აღქმა არის მცდარ. შესაბამისად ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასმასის ჭიქიანი ხელი თუ პლასმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ რაც მოხდა, ყველა ნახეთ შედეგი. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება და ვარქვათ ასე. პოლიტიკური დისკუსიის საგანია საქართველოს საკითხზე. სტრასბურგში გამართული დებატები ქართული ეთნოგრაფიული შინაარსის განცხადებებს დაუსაბუთებელს და უსამართლოს უწოდებს. ოპოზიციისთვის კი ევროდეპუტატების გზავნილები ქართული ხალხის მხარდაჭერად განიხილება. დებატები გვიან ღამით დასრულდა, სიტყვით ისარგებლა 27 ევროდეპუტატმა. ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, სანქციებზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასა და რეზონანსულ კანონებზე. ევროპარლამენტარების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაშივე არ დაეთანხმა. ევროპარლამენტში წარმოებულმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სრულიად საზოგადოებას, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური. ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის ისჯება საზოგადოების, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამო. მაგრამ ჯერა რომ მიუხედავად ამისა, რომ
ძალიან მალე შეიცვლება ვითარება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხიც თავისუფალი იქნება და ასევე თავისუფალი იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი. ძალიან მწუხვარ, რომ საქართველოს უწევს ნახსენები იყოს არასასიამოვნო ვითარებაში ევროპაში, თუმცა ეს გარდაუვალია. მირჩევნია ქართული კულტურით, ქართული ხელოვნებით, ქართული გამოგონებებზე იყოს საუბარი, ქართულ სტარტაპებზე ევროპარლამენტში. გარდაუვალია, რომ მიღებული იქნება სხვადასხვა ზომები. ამ ზომების საპირწონე არის ორადორი ნაბიჯი, როგორც ამბობენ ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თავად უნდა გათავისუფლდნენ ჯერ deep state-ის გავლენებისგან, სოროსის და სოროსელების გავლენებისგან და შემდეგ უნდა ელაპარაკონ სხვა ქვეყნებს თვითის ქნევით. ჯერ თავიანთ თავს მიხედონ ევრო ბიუროკრატებმა, ზოგიერთებმა ზედმეტებს რომ იღებენ თავის თავზე და მერე ელაპარაკონ თვითის ქნევით სხვებს. და როდესაც ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან, თქვენ რატომ? არჩევნები უნდა დაინიშნოს ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ მაგალითად 300,000 ხმა გაყალბდა და 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება არ წარმოუდგენი არავის პროკურატურა იხვეწება დღემდე. ეს ერთი. მეორე, ჩვენთვის წითელი ხაზები იყო, თქვით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ლაპარაკობთ, რომ სადავარ შევიდეთ დისკუსიაში და თუ ვინმე რაიმე არგუმენტს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში რაღაცებზე ვილაპარაკოთ კცულებაზე, თქვათ, რომელიმე პუნქტში ან მუხში თუ ასე შემდეგ, მაგრამ არა თუ ამ დისკუსიაში შემოსვლა საერთოდ ამოხირავდა ეს მათი ეგრეთ წოდებული რუსული ნარატივი, მაგალითად ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებით, მას საერთოდ 13 თვის შეუწყვეტა დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებს, რაც მისი დასტურია, რომ ამისი გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. რაც შეეხება LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ანუ ოჯახური ღირებულების კანონთან დაკავშირებით, აქაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია ძალიან მოგვეხმარა, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ჩვენთვის ბოლომდე წითელი ხაზი იქნება, რომ LGBT პროპაგანდა არის ძალიან სუდი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, რომლის აქტუალიზაცია ჩვენ არ მოგვიხდენია, დადასტურდა დამტკიცა, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ეს ძალიან სამწუხაროდ პოპულარული თემაა და რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი დადებითი მესიჯებით, გზავნილებიც მოვისმინეთ ევროპარლამენტში, საერთო ჯამში იყო ძალიან ბევრი ისეთი ცრუ ბრალდება, ყალბი ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. ნეტარ არიან მორწმუნენი, შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ, უგულებელყონ დემოკრატიული ვერდიქტი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მიხეილ სააკაშვილიზე არაერთი ძალიან უხეში, ტყუილი და დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ჩვენ ვნახეთ, სადაც მიხეილ სააკაშვილიზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში მარტივად შემიძლია ამ ადამიანებს უთხრათ, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში რეალური საქართველო არის ის, რაც არის აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რეალური საქართველო არის ის, რაც არის აღნიშნული ევროკომისიის დასკვნებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში. დებატები საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. დარბაზში ისმოდა როგორც კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე მხარდამჭერი შეფასებები განხილვა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა გახსნა. საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართულ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ და უნდა გამოიძიონ ძალადობის ფაქტები. ყველაზე აბსურდული ბრალდებები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. როგორ შეიძლება მთავრობა იყოს პრორუსული, რომელმაც არ შეეგუა თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტ ოკუპაციას, რომელიც ითხოვს რუსების გაყვანას და რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. დღევანდელი ვითარება ქართული რეალობის უგულებელყოფისა და საქართველოს შიდა საქმეებში ევროპელი პოლიტიკოსების უპრეცედენტო ჩარევის შედეგია. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის უსამართლო ზეწოლის საპასუხოდ. რუსეთთან მიმართებაში არსებული რთული ქართული რეალობის შემწყნარებლობისა და გაგების ნაცვლად ევროკავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი. მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე ეს. საქართველოს რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობისთვის, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსული ჯარი თბილისში შეიძლება 3 დღეში იყოს და შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრულად თანამშრომლობდა
რუსეთთან, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის დიდი ხნის ოკუპაციისა. ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენი მიდგომის შეცვლას და საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობისა და პარტნიორული დიალოგის განახლებას. 2 თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში. ჩვენ ევროპარლამენტი გვერდზე არ უნდა გავდგეთ. უნდა მოვითხოვოთ სანქციები, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, მაშინ როდესაც უკვე თვეებია ერევა საქართველოს საქმეებში. ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში. დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები. ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. მათ არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან. ეს გასაგებია. ჩვენ ინტერესებშია პატივივცეთ ქართველი ხალხის ნებას. არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები. ამის ნაცვლად გვჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა. შტატების ახალ პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადეს და დამნაშავეს უწოდებს მაკენის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში ინდიის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი. დროას ერთ-ერთი წარმომადგენლის პოსტის სოციალურ ქსელში ქართველების მხრიდან ტრამპის მხარდაჭერას ეხებოდა პოსტზე ლორა თორნტონმა კომენტარის სახით დაწერა. მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავე, ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, ყურს გვჭრის ჩვენი ქართველი მეგობრებისაგან ტრამპის ასე დიდება და პირფერობა წერს ლორა თორნტონი. სწორედ ეს არის დიპ სტეიტის საქმიანობის სტილი, რომელსაც იმედია პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება. ამ განცხადებით გამოეხმაურა ინდიის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ლორა თორნტონის კომენტარზე შალვა პაპუაშვილი წერს. სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან იქზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა თუ რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოს შტატების ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველოს შტატების ურთიერთობების საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება ამერიკაშიც და საქართველოში წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება. ამ კომენტარით უპასუხა მამუკა მდინარეძემ ანდრო ჭიჭინაძეს მიმართვას. თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა და რაში იღებდა მონაწილეობას. ამის პასუხად მსახიობმა მამუკა მდინარეძეს ციხიდან მიმართა. არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ, მიწერა ანდრო ჭიჭინაძემ პოლიტიკოს. სწორედ ამ პასუხზე დაუსვეს კითხვა დღეს მამუკა მდინარეძეს ჟურნალისტებმა. როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა ჭირდება, არც ვინმეს დახმარება ჭირდება. როცა სამართლიან ქვეყანას და სამართლიან სასამართლოზეა მათი აქციის ორგანიზატორების დროისგან განსხვავებით საუბარი, ვინც რომელ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე იღებდა, რომელიც ძალადობრივ აქციებშიც მონაწილეობს, ის სინამდვილეში ვიზით დაორგანიზებულიც არის, მათი დრო აღარ არის და დღეს თუ მართალი ადამიანი მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაემართლოს. და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა უკაცრავად ჯარგონიზდა, უნდა მიაწვე ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ, არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს. შესაბამისად ამისა, ამას აღარ ჭირდება არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები. უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს. ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში და ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს, შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს და ასე შემდეგ. პოლიტიკური ინტერესი წარმოუდგენელია ჩემთვის. ამ გზას თუ ირჩევენ შეურაცხყოფისას, მაშინ შემოძლებს უნდა დაანებონ თავი. თუ შემოძლები და თავდებობა ჭირდება და დახმარება ჭირდებაც, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხო მდგომარეობას შარჩავაყენებ, მით უმეტეს რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას.
ზეამაღლობელ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს კოლეგების ნაწილი. განცხადება ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობასთან გააკეთეს და თქვეს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა მისი ცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ნეტგაზეთისა და ბათუმალების თანა დამფუძნებელს და დირექტორს ზეამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს შეუფარდა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მე 11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენაა. აქციაზე კამერის ადენის დაზიანებისთვის დაკავებული არჩილ მუსელიანცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გირაოთის შეცვლას ითვალისწინებდა. არჩილ მუსელიანცი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ უკანონო დააკავეს და იზოლატორშიც არასათანადოდ მოექცია. დაკავებულს ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზან მიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არანაირ თანამშრომლობას პროკურატურასთან, არანაირ თანამშრომლობას და არანაირ დაცმობას, არც გარიგებას, არც ვაჭრობას არ ვაპირებ. აღკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემმა დაცვაში ყოფნა თვითონ სასამართლო დარბაზშიც გააჟღერა და თქვენ ტელევიზიაც იყო მეგონი შეგნით. და იღებდა ამ ყველაფერს. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი იმის, რომ დაგვიკმაყოფილებდა, თუმცა მე ვარ დამცველი და შესაბამისად მაქვს გარკვეული ვალდებულებები თავად ჩემი დაცვის ყოფის მიმართ. გაუწია კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი იყო ჩვენი მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება მიუხედავად მისი პესიმისტური დამოკიდებულებისა, რომელიცაც ვიზიარებს სრულად და ვიცოდით, რომ არ დააკმაყოფილებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს ხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანის ესწრებოდა. შესავალი სიტყვა თქვა პროკურორმა. დაცვის მხარემ კი დააყენა ორი შუამდგომლობა, რაც ხდომის გადადებას და მის დახურვას ეხებოდა. მოსამართლემ პროცესი 31 იანვრისთვის გადადო. ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ის დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენას და ძალადობას უარყოფს. გამოძიების ცნობით ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე შურის ძიების მოტივით კესარია აბრამიძეს მისავე საცხოვრებელ სახლში ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანის სხეულის სხვადასხვა ადგილში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მიმალვასა და პოლიციამ ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ხდომის ნაწილობრივ სრულად დახურვის თაობაზე, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ გაიზიარა გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო შესავალი სიტყვის ეტაპი, შესაბამისად ჩვენი აღნიშნული შუამდგომლობა შეეხებოდა უფრო დასკვნით სიტყვის ეტაპს და რეპლიკას და საბოლოო სიტყვას. ნაწილობრივ ცნობს ბექა ჯაიანი თავს დამნაშავე და არ ვეთანხმებით იმას, რომ მას მეცხრე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სასტიკით და ბუნებრივი არ ვეთანხმებით სისტემატიურ ცემას. მივწერებში აუდიო ჩანაწერებში ნათლად ჩანს ის დამოკიდებულება და ის ქმედება, რომ მოცემულ შემთხვევაში მკვლელობა, განზრახველობა ჩადენილი არის გენდერის ნიშნით. რაც შეეხება სისტემატურ ცემას, ისევ და ისევ მოცემულ შემთხვევაში მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული არის ბექა ჯაიანის პირადი საუბარი მისი ოჯახის წევრებთან. ეს მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ის სისტემატურ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა კესარია აბრამიძის მიმართ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონო დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფალი არიან, ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელი-ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისთვის. ამერიკის 47 პრეზიდენტი არ გამორიცხავს რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება. დონალდ ტრამპმა პირველი პრესკონფერენცია გაამართა. მან პირდაპირ პასუხი არ გაცა კითხვას, გააგრძელებს თუ არა შტატები უკრაინის იარაღით დახმარებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაცილებით მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან არსებული ვითარება ევროპაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე შეერთებულ შტატებზე. ახსენა ჩინეთიც. მისი თქმით, სი ძინპინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია და ამ საკითხზე მას ესაუბრა კიდეც, უთხრა, რომ ეს უნდა მოაგვაროს.
სანქციები მოსალოდნელია. ომი არ უნდა დაწყებულიყო პრეზიდენტი, რომ კომპეტენტური ყოფილიყო. ომი არასოდეს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. ჩვენ ზელენსკის ვესაუბრებით. ასევე მალე დაველაპარაკებით პრეზიდენტ პუტინსაც. და ვნახავთ როგორ წარიმართება ეს პროცესი. ამას ძალიან სწრაფად განვიხილავთ. მივიჩნევ რომ ევროკავშირმა ბევრად მეტი უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენ 200 მილიარდით მეტი გადავიხადეთ. ახლა ეს საომარი მოქმედებები ევროპას უფრო მეტად ეხება. ჩვენ შორის ოკეანეა, ასე არაა? პრეზიდენტი ტრამპი მართალია ჩვენ თავდაცვაზე საკმარისი არ ვხარჯავთ, აცხადებს კაია კალასი ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ინვესტირების დროა ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია, განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, ამერიკა ევროპის ყველაზე ძლიერ მოკავშირედ უნდა დარჩეს. ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებების შეცვლის არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს წერს უნგრეთის პრემიერის სოციალურ ქსელში. ამბოხება ვოუქ ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა, დადგა დრო პატრიოტმა ძალებმა დაიკავონ ბრიუსელი, აცხადებს ვიქტორ ურბანი. ამერიკის სახელმწიფო სახელმწიფო მდივანმა მუშაობა უკვე დაიწყო. მარკო რუბიო საგარეო წყობის თანამშრომლებს შეხვდა. 53 წლის დიპლომატმა განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მსოფლიოში ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. მინდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს განსაკუთრებული როლი და პრივილეგიაა. ვიმუშავო ამ რანგში, ვიყო აქ, რომ ვაკონტროლო უდიდესი, ყველაზე ეფექტური, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატიური კორპუსი მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში. ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინწაწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ ჩვენ გვქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოველი, რომ დედამიწაზე ყველა თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთის სამხედროში იქნება, მე თანამშრომლობას მოველი. მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული ინტერესია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა. ტრამპმა უკრაინაში ომის 100 დღეში დასრულების განკარგულება გასცა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. მითითება ამერიკის და რუსეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენერალმა კიტ კელოგმა მიიღო. არავის ჯერა რომ კელოგი ამას მოახერხებს, წერენ სტატიის ავტორები. პროცესს ტრამპი პირადად გააკონტროლებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ პუტინთან გარიგება ბევრად რთული იქნება, ვიდრე ეს ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს წარმოედგინა, როდესაც აცხადებდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა. უკრაინაში ფრონტის ხაზი უცვლელია, ყველაზე რთული ვითარება ისევ პოკროვსკშია. 2 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის სიერის სუმის ოლქში. ოკუპანტები დრონებით თავს დაესხნენ მიკოლაევის ოლქსაც განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები, დაშავდა 2 ადამიანი. დაიბადა სოფლები ხარკოვის ოლქშიც. დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდა ევროპას ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი გლობალური მოთამაშე. მისივე თქმით, ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის უზრუნველყოფა. Way smaller than Europe's. Russia is turning Russia's overall economic. რუსეთის საერთო ეკონომიკური პოტენციალი ბევრად ნაკლებია ვიდრე ევროპის. ის ბევრად მეტ შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას აწარმოებს ვიდრე მთელი ევროპა. ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ომისა და მშვიდობის შეთანხმება შედგება. ეს სტანდარტი უნდა იყოს. ევროპა იმსახურებს, რომ იყოს მეტი ვიდრე ჩვეულებრივი დამკვირვებელი. თავისი ლიდერებით, რომლებიც იძულებულნი არიან იქზე პოსტებს ათავსებენ, მას შემდეგ რაც შეთანხმება მიღწეულია. ევროპამ ამ შეთანხმების პირობები უნდა შეადგინოს. ვინმე განიცდის შეერთებულ შტატებში, რომ ევროპამ შესაძლოა ისინი მიატოვოს, ან მოკავშირე აღარ იყოს. პასუხია არა. ვაშინგტონს არ ჯერა, რომ ევროპას შეუძლია მისცეს რაიმე, რაც ნამდვილად არსებითია. ევროპას უნდა შეეძლოს ყველასთვის მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს. სამშვიდობო შეთანხმება ღაზის სექტორში ძალაშია. ისრაელი რეიდს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ატარებს. სახელმოქალაქ ჯენის დაარტყა დაღუპულია 8 მოქალაქე. ისრაელში აცხადებენ, რომ ატარებენ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ინციდენტი მოხდა დღის ბოლოს თელ-ავივში. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. ირკვევა, რომ ის მაროკოს მოქალაქეების და ამერიკის მუდმივი ბინადრობის მქონე პირი იყო. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური პოსტს ტოვებს. მედია წერს, რომ მან პასუხისგებლობა აიღო 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს უშიშროების სისტემაში გამოვლენილ ხარვეზებზე.
სამთო კურორტზე მოხდარი ტრაგედიის გამო თურქეთში გლოვის დღე 76-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ერთ-ერთ სასტუმროში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. შენობაში 240 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ 9 ჭმიტანელი დააკავა, მათ შორის არის სასტუმროს მფლობელი. თურქეთის მედია საშუალებების ცნობით ცეცხლს 10 საათზე მეტხანს 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი აკროვდა. კალიფორნია ისევ კატასტროფულ ხანძრებს ებრძვის სტიქიური უბედურების ზარალი ამ დროისთვის $150 მილიარდ არის შეფასებული. იწვის ტყე, ცეცხლმა სახლები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა, დაღუპულია 28 ადამიანი. ლოს-ანჯელესის გარდა ხანძრები არის სან-დიეგოში, ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი, ცეცხლი უკიდია დასახლებული პუნქტების მახლობლად მდებარე ტერიტორიას. ძლიერი ქარის და მშრალი ამინდის გამო სპეციალურ სამსახურებს მუშაობა უჭირთ. ოპერაციაში ჩართულია ავიაცია. კურიერი 6 რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარյան პროკურატურა დაატოვა. პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გამკითხვაზე 3 საათზე მეტხანს იმყოფებოდა პოლიტიკოსი პროკურატურაში. ბათუმის სასტუმროს შერატონში მოხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. უწყების დატოვების შემდეგ გიორგი გახარიანი თქვა, რომ დეტალებზე ხვალ ისაუბრებს. 15 იანვარს მოხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ოფიციალურად გეუბნებით, რომ დღეს არ ვსაუბრობ. ხვალე გავაკეთე პრესკონფერენციას და ვისაუბრებ ყველაფერზე, რაც მოხდა და რაც მომავალში მოხდება. მადლობა. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში რეგისტრირებული 100 წლის და უფრო ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ჯილდო გაათმაგდა და 10,000 ლარი გახდა. ამის შესახებ დღეს კახაკალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯილდოს მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა მერის საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. ჩვენ მქონდა ერთი ასეთი პროგრამა, როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს 1000 ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10 ჯერ გაიზრდება, 10,000 ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც 100 წელს შეასრულებს და 100 წლის ზემოთ. მაგალითად, გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა. მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ. საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება $1,200,000 ლარამდეა. ცენტრი დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. აქამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვას არ ქონდა საკუთარი სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოიმსახურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღოს შესაბამისი სერვისები. ვიმყოფებით საგარეჯოს ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2021 წელს. რამოდენიმე წლები ითხოვდნენ ჯანდაცვის ცენტრის აშენებას, სადაც ჩვენ ადგილობრივი თანხებით $1,118,000 ლარი დაგვიჯდა. უკვე დასრულდა. დღეიდან უკვე შევძლებთ ახალ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში მომსახუროთ მოსახლეობას ეპიდემიოლოგიის, იმუნიზაციის, პროფილაქტიკური აცრების, მალარიის ელიმინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვის სერვისებით. ბათუმში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნეს. მამია ვარშანიძის ქუჩაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სპორტული და მოსასვენებელი ზონები. სამუშაოებზე $1,500,000 ლარი დაიხარჯა. ეს ტერიტორია გამოიყენებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებლად, რაც აბსოლუტურად მოწესრიგებულია ამ ეტაპისათვის და ჩვენი პოლიტიკა სამომავლოდ ამიმართულებით მწვანე პოლიტიკის ნაწილში არის ძალიან ნათელი, დაახლოებით 20-ზე მეტი
სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტით და სამომავლოდაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენი ქალაქისათვის. რეაბილიტი და სრულად სპორტული მოედანი, მოეწყო გარეგანათების სისტემები და დეკორატიული ფილები, პროექტის ფარგლებში ასევე დაალაგდა აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარკე ინვენტარი, პროექტის ღირებულებამ შეადგინა 1.500.000 ლარი. ყველაფერი სასიამოვნოა, ლამაზია, ძალიან ბავშვებს უხარიათ. მადლობა მინდა გადაუხადო გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ გვინდა თან რომ მოუაროთ ამას, დავიცვათ. 30 იანვარს სოხუმის თეატრი ბერლინის ფესტივალზე წარდგება, შესრულდება დავით საყვარელიძის სპექტაკლი იაკიში და პუპჩეთ. წარმოდგენა კიულჰაუსის ბერლინის სცენაზე გაიმართება, პროექტის მხარდამჭერი აფხაზეთის მთავრობა. გამსახურდია სახელობის თეატრი, წარდგება ბერლინელი მაყურებელის წინაშე. ეს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. დრამატული თეატრი ამ სპექტაკლით რამდენიმე ფესტივალზე წარსდგა, მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო საერთაშორისო ფესტივალებში. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ საუკუნოვანი ისტორიის ჩვენი თეატრი მიემგზავრება გერმანიაში. ამ პროცესში უნიშნულოვანესი აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ჩართულობა. ჩვენი მიზანია მათ გაუძლიეროთ ხარდაჭერა, რათა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო არენაზე ასახელონ აფხაზეთი და აფხაზეთის კულტურა. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი 2 ჯიზე. ნახვამდის.